ქალი პოლიტიკაში ეს საკითხი ბოლო პერიოდში ერთ-ერთ საკმაოდ აქტუალურ თემას წარმოადგენს, რაზეც საზოგადოება ბევრს მსჯელობს და სპეციალურ სადისკუსიო შეხვედრებსაც მართავს. გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ მხრივ ადგილობრივ თვითმმართველობაში არასახარბიელო მდგომარეობაა. ქალები ნაკლებად არიან გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე და დიდი ნაწილი ძირითადად კარგ შემსრულებლად ისევ დაბალ საფეხურზე რჩება. მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა შორის სულ 3 ქალია. გამგეობაში კი სხვადასხვა თანამდებობაზე 18 მანდილოსანია დანიშნული. აშკარად უმცირესობაში ვართ ქალები და ძალიან გულსატკენია ეს. გულსატკენი თუნდაც იმიტომ არის, რომ ძალიან ბევრი საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის უნარით შეგვწევს ქალებს და ამის შესაძლებლობები გვაქვს და მე სურვილი მაქვს, რომ გამოიყენოს ეს ჩვენი შესაძლებლობები საზოგადოება. გორში აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობს. მამაკაცთა გარკვეული ნაწილი ქალის ჩართულობას პოლიტიკაში მიესალმება და მის აუცილებლობაზეც საუბრობს. ნაწილისთვის კი ეს მიუღებელია. მეტად უზომილი არის ქალი. მეტად ფიქრობს მშვიდობაზე, თვითონ თავისი შეხედულებიდან ქალი უფრო ნაზი არის, უფრო სილამაზეზე ფიქრობს, უფრო სათნოებაზე ფიქრობს და ნაკლებად ფიქრობს ომზე, ნაკლებად აღიზიანებს ადამიანებს. რა თქმა უნდა, ცოტა ბევრი ლაპარაკი კი უყვართ ქალებს. მაგრამ აი ჩხუბის თავები არ არიან. მამაკაცები უფრო მეტად ჩხუბის თავები არიან, ვიდრე ქალები. რა თქმა უნდა, ქალი პოლიტიკაში არა მარტო მისაღებია და აუცილებელიც არის ქალი პოლიტიკაში და თუ გადავხედავთ ჩვენ ისტორიას, როდესაც ქალები იყვნენ პოლიტიკაში, საქართველოს ყავდა კიდევ. ვერ ვღებულობ ქალს პოლიტიკაში. როგორც ხავს ვერ ვღებულობ მაგალითად მეშახტეთ. ვერ ვღებულობ შტანგისტად, ძიუდოისტად მაგალითად. იგივეა, ქალის ფუნქცია სულ სხვა არის. ქალის ფუნქცია არის დედობა, ოჯახი. გასაგებია, ქალმა შეიძლება იმუშაოს ისეთ სამსახურებში, რომლებიც არის აღზრდასთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს კიდევ ბავშვებს უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. გორის რაიონის მასშტაბით ქალების გააქტიურებასა და მათი უფლებების დაცვის მიმართულებით დღეს რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი დღევანდელ ვითარებას ისევ ქალთა პასიურობას უკავშირებს. ნაკლებად არიან აქტიურები, გამომდინარე ერთი იქიდან, რომ ცოდნის დონე დაბალია, რაც ნიშნავს პოლიტიკოსი იყო. ძალიან ბევრი ქალი სურვილიც არ აქვს, იმიტომ რომ ხედავენ დღევანდელ გარემოს, როგორ ცხოვრობენ პოლიტიკოსები და არ უნდათ ზოგჯერ ძალიან ბევრი ის არის დამიზნებული მათკენ და ამიტომ არ უნდათ. კიდევ დეფიციტი არის ჩემო კარგი, მე მინდა გითხრა, კარგი პოლიტიკოსი, ლიდერი ქალების. ქალი პოლიტიკაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და უნდა იყოს, იმიტომ რომ დაცული იყოს სულ არაფერი დემოკრატიის პრინციპი. თუმცა რეგიონებში ქალები შეინიშნებიან მხოლოდ და მხოლოდ დაბალ თანამდებობებზე, მაგრამ არა წამყვან თანამდებობებზე. ზოგადად ქალი არის მაინც მშვიდობის მოყვარე, არა აგრესიული და მათი ჩართულობა პოლიტიკაში მე ვთვლი, რომ უფრო ხელსაყრელი უნდა იყოს ნებისმიერ სფეროსთვის. სამწუხაროდ დღეს ქალების მდგომარეობა არ არის სახარბიელო, ქალები არიან დაბლა, ძალიან დაბალ დონეზე შემსრულებლები და კარგი შემსრულებლები, მაგრამ ძალიან ნაკლებად წარმომადგენლობით არიან უკვე გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციაზე. ჩვენ გვინდა ქალები გაძლიერდნენ იმ დონეზე, რომ ქალმა შეძლოს არა მარტო შემსრულებლის ფუნქციის შესრულება და შემსრულებლის როლის შესრულება საზოგადოებაში, არამედ იგი იყოს გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციაზე, რათა უფრო მეტი და სასიკეთო გადაწყვეტილება იქნის მიღებული. საზოგადოება თვლის, რომ პოლიტიკურად გააქტიურების მიზნით ქალებთან ჯერ ისევ ბევრი მუშაობაა საჭირო. ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტის განხორციელება გორში უკვე დაიწყო. ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ქალებში მზაობა ადგილობრივ დონეზე ჯერჯერობით არ შეინიშნება. ნინო ჩიფჩიური, სპეციალურად ქალთა საინფორმაციო ცენტრისთვის, გორი.